სპეციალისტი ანდრე გოცირიძე, დავით კუხალაშვილი, უსაფრთხოების სპეციალისტი, უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გაცემაში მონაწილეობის. ბატონ დავით, თქვენგან დავიწყებ, იმიტომ რომ დღევანდელ კვირის პალიტრის ნომერში წავიკითხეთ თქვენი ინფორმაცია. სოსო გოგაშვილის სუსის უფროსის მოადგილეობის პერიოდში თქვენც იმავე უწყებაში მუშაობდით. ამ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ მზად ხართ ჩვენება მისცეთ საქართველოს პროკურატურას. რის თქმა შეგიძლიათ ამ საქმესთან დაკავშირებით და რის თქმას აპირებთ საგამოძიებო უწყებებისთვის? პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. სამწუხაროდ ჩვენ დღეს იმდენი საკმარისი დრო არ გვექნება, რომ მე ზოგადად უფრო საფუძვლიანად ვისაუბრო ამ თემაზე. თუ თქვენი ინტერესი იქნება ამ მიმართულებით და საზოგადოების ინტერესი, მე შემიძლია რომ უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე. დღეს მხოლოდ გარკვეულ წერტილოვან კონტურებზე თუ ვისაუბრებთ. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ დიახ მე მუშაობდი სახელმწიფო უშუალოების სამსახურის სისტემაში, გახლავართ თადარიგის პოლკოვნიკი. ამ პერიოდში ბატონი გოგაშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მინდა ერთი რამ მოგახსენოთ და მივმართო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და მის ერთ-ერთ მოადგილეს ჭელიძეს, რომელიც იმ პერიოდში, რომელზედაც ახლა მე უნდა ვისაუბრო, ერთი გახდათ პირველი პირი და მეორე იყო გენერალური ინსპექციის უფროსი. მე მინდა ვაცნობო საზოგადოებას და გენერალურ პროკურატურას, რომ მე პირადად ჩემ ადვოკატთან ერთად, ბატონ ემზარ საბანაძესთან ერთად 2015 წელს მოგეცით სამართლებრივი საფუძვლები და სულმცირად დისციპლინარული დევნის საშუალება, რომ თქვენ რეაგირება მოგეხდინათ გოგაშვილის და იმ ორგანიზებული ჯგუფის მიმართ, რომლებმაც პრაქტიკულად იმ პერიოდისათვის თავიანთი ქმედებებით დააზიანეს საქართველოს ეროვნული ინტერესები. ჩემთან სამწუხაროდ რეაგირება ამ კუთხით თქვენი მხრიდან არ განხორციელებულა. ამასთან ერთად მივმართავ დღეს უკვე პოლიტიკურ მოღვაწეს, შინაგან საქმეთა მინისტრს ყოფილს გახარიას და მის პირველ მოადგილეს საბანაძეს. და ერთი რამ მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, ვისაც მივმართავ. თქვენ ხშირად ახსენებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე მაქვს მაღალი რწმენა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილმა თქვენთან დაკავშირებით იმედები დაკარგა და ზოგადად არ მგონია, რომ რაიმე დიდი იმედი თქვენი გქონდეთ. თქვენს ქმედებებში, როდესაც თქვენ ხშირად მოიხსენიებთ საუბრობ იმ პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, მოიხსენიეთ ივანიშვილს, თქვენ სამართლებრივ საფუძვლებს თუ არა საზოგადოებრივი აზრის გამყარებას უწყობთ ხელს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ივანიშვილი მოახვედროთ იმ სანქციების ქვეშ, რომელსაც გეგმავენ ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, როგორც პატრიოტი, როგორც პროფესიონალი მოგმართავ თითოეულ თქვენთაგანს. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გიწევთ საპაექროთ პირდაპირ ეთერში და მიეცით საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ არ მოახდინეთ დროული რეაგირება ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც თქვენ გქონდათ სამართლებრივი დანაშაულებრივ საქმიანობაზე, რომლის ირგვლივ კონკრეტიკაზე მე დღეს თავ შევიკავებ. იმიტომ რომ ეს გახლავთ სრულიად საიდუმლო გრიფის ქვეშ. მესმის, მე არ გთხოვთ სახელების და გვარების დასახელებას. არა, სახელი და გვარი რა შორშია. ვეგეუბნებით თვითონ საქმის მასალებს, რომელზედაც არის საუბარი, რომლის გაჟღერება დააგზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და შესაბამისად მე არასოდეს ამის სურვილი არც მქონია და არც მექნება, რომ გარეთ გამოვიტანო ის ინფორმაცია, რომელიც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ბატონებო, ვინც ჩამოთვალეთ და კიდევ ბევრი ჩამოთვლა არის შესაძლებელი, რომელიც დღესაც კარგად მოკალათებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და რომლებმაც მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს ინტერესების საზიანოდ. ეს ინფორმაცია არის ფიქსირებული, ეს ინფორმაცია არის დოკუმენტირებული და შესაბამისად გაეცით საზოგადოებას პასუხი. გაეცით პასუხი თუნდაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი იმედი დიდი ხანია რომ არ აქვს. აი ეს არის ძალიან მოკლედ. კი ბატონო ანდრო, თქვენთან მინდა გადმოვიდე, უბრალოდ არ ვიცი რა კომენტარს გააკეთებდით აი ამ ძალიან მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელმაც აი აქ პირდაპირ ეთერში გაიჟღერა და ბატონი დავითი ამბობს, რომ გამოდის, რომ გოგაშვილი მარტო არ იყო? გოგაშვილი გახდათ იმ პერიოდის მინისტრის მოადგილე, მეორე პირი.
მე რაზედაც ვსაუბრობ, ამ ქმედებებში ჩარეული იყო არა მარტო გოგაშვილი, არამედ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები. მე ამის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციული, დოკუმენტალური მტკიცებულებითი მასალა გადავეცი იმ პერიოდის გენერალურ ინსპექციას, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ჭელიძე და რამდენადაც თუ არ მეშლება, დღეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. კიდევ ერთხელ ვსაუბრობ, ეს ადამიანები იყვნენ სისტემაში, ეს ადამიანები კურირებდნენ მნიშვნელოვან სექტორებს და მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რაზედაც მე ვსაუბრობ. მათ შორის მე ვახსენე ბატონი საბანაძე, რომელიც შემდეგ პორტირებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ და მათ შორის ვსაუბრობ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გახარიაზე, რომელსაც ასევე დოკუმენტალურად მიუმართე შეხვედრის შესახებ, რომლისთვისაც მინდოდა ესევე მიმოწოდებინა ინფორმაცია არსებული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც სახელმწიფოს უთხრიდა ძირს. ამასთანავე მიუმართე საქართველოს პარლამენტს და ძალიან ბევრ წერს პარლამენტისას ოფიციალურად და კომიტეტის თავმჯდომარეებს შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო და მათ არანაირი რეაგირება დღეს რომელი წელია 2022. ზოგადად სპეცსამსახურებში მიღებული პრაქტიკაა, რომ დღეს შადენილი რაღაც უზუსტობა აუცილებლად თავს იჩენს 10, 15, 20, 30 წლის შემდეგ. ყვები რა 2015 წლის ამბავს, დღეს აგვაქვს 2022 წელი, 7 წლის შემდეგ ეს შედეგი დადგა. ზუსტად ის შედეგი, რომელიც სახეზე გვაქვს, პირდაპირ კავშირშია იმ ინფორმაციებთან, რომელიც მე დღეს გავასაჯაროვებ. შედეგი გოგაშვილის დაკავებას გულისხმობთ თუ? დიახ, შედეგი გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად გოგაშვილის ქმედებებთან დაკავშირებით და ვსაუბრობ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომელიც მათ განახორციელეს დაკავების სახით. აი ამაზე ვსაუბრობ ყველაფერზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო 2015 წელს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვევ, ეხლა რანგით გენერალი არა ვარ, სამწუხაროდ ჯერჯერობით იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ამის პერსპექტივა მექნება, თუმცა არც აკადემიური მდგომარეობით, არც ზოგადად პროფესიონალიზმით, არც პატრიოტიზმით მე არ მაქვს არავიზე ნაკლები დამსახურება ქვეყნის წინაშე. ამიტომ პირდაპირ ეთერში ვიწევ ყველა იმ ადამიანს, ვიზედაც მე ვისაუბრე და შემიძლია რომ ეს წრე ძალიან გავაფართოო, ასე რომ ის რომ გოგაშვილზე არის ძირითადი აქცენტები დღეს გაკეთებული, ესე არ გახლავთ, სასახად მინდა მიგანიშნოთ. ხო, პროკურორმა თქვა კიდეც თავის განცხადებაში, რომლებიც დღესაც მუშაობენ სისტემაში და არიან მაღალი თანამდებობის პირები. ბატონო ანდრო, არ ვიცი, თქვენ მოისმინეთ ხო, ძალიან მძიმე ინფორმაცია, გადახარშვაც კი უჭირს ადამიანს ამ ყველაფრის, ანუ მარტივად რომ დავსვა შეკითხვა, რატომ არ მოხდა რეაგირება თავის დროზე იმაზე, რის გარშემოც ახლა ამხელა აჟიოტაჟი არის ატეხილი და გარკვეული პოლიტიკური სარჩულიც კი მიება ამ ყველაფერს. კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში მოპატიჟებისათვის. მე ჩემს გამოსვლას დავიწყებ მხარდაჭერის გამოხატვით. მხარდაჭერა და თანაგრძნობა მინდა გამოვხატო იმ ათასობით ქალის და კაცის მიმართ, რომელიც საქართველოს სადაზვერვო და უშიშროების სამსახურებში მუშაობს და რომლებიც 30 წლის მანძილზე აი მსგავსი სკანდალების გამო თავს დაცულად ვერ გრძნობენ ელემენტარული და თავის სიცოცხლის ფასად ემსახურებიან ქვეყანას. მე როგორც საზვერვის ყოფილი ოფიცერი ქეთს ვიხრი მათი დამსახურების წინაშე და თავს გარკვეულწილად დამნაშავედაც ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი ხელმძღვანელი თანამდებობის ქონის პირობებში არ მომეცა საშუალება ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან გრებავთ პატრიოტ კადრებთან ერთად ისეთი სისტემა ჩაგვებარებინა ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის, რომელიც დაცული იქნებოდა აი ამ პოლიტიკური რყევებისგან. თქვენ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ფარული შემადგენლობა, რას გრძნობს საიდუმლო კონტინგენტი, სპეცკონტინგენტი, სპეცსამსახურისა, როდესაც ყოველწლიურად აი მსგავსი გარჩევები მიმდინარეობს ღია ეთერებში, აი ასეთ დროს როგორია სამუშაო პირობები კორდონს იქეთ მყოფი, მტრულ ქვეყანაში მყოფი ჩვენი საიდუმლო თანამშრომლისა და აი ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ სისტემა არის უკიდურესად პოლიტიზირებული, სისტემა იმეორებს ზუსტად ტოტალიტარული საბჭოთა კგბ-ს მოდელს და 30 წლის მანძილზე არც ერთმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ გადადგა ის ნაბიჯები, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვიჩიჩინებდნენ და გვიჩიჩინებენ, ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, სხვა შესატყვისიც მომეძებებოდა ალბათ ლექსიკონში, მაგრამ ეს ზუსტად ასეა, რასაც ახლა ვამბობ და არასდროს არ მოხდა სისტემის დეპოლიტიზაცია, არასდროს არ მოხდა მმართველი პარტიისა და სპეცსამსახურის გამიჯვნა,
და შესაბამისად შედეგით სახეზეა, როგორ შეიძლება აი დღევანდელ პირობებში, როდესაც რუსული სპეცსამსახურის უაღრესად დიდი შემოტევის წინაშე იმყოფება არა მარტო საქართველოს, მთელი მსოფლიო, ჩვენთან აი ეს თემები იყოს გასარჩევი და პირდაპირ ეთერში უყურებდეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის დაკავებას, რომელსაც გეტყვით და ბუნებრივია შეზღუდული ვართ გამოთქმებში, იმიტომ რომ სახელმწიფო საიდუმლოებას ვადა არასდროს არ გასდის, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა აბსოლუტურად ყველა დოკუმენტზე, თანამდებობრივად და სრულიად ლეგიტიმურად. ეს არ არის ნებისმიერი რანგის მოადგილე, რომელიც საკურატორო სფეროს განიხილავს. ეს არის მინისტრის პირველი მოადგილე, მე პიროვნებას ნამდვილად არ ვეხები, იმიტომ რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ალბათ მომდევნოში იქნება, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილეს ხელი მიუწვდებოდა ნებისმიერ შექმნილ დოკუმენტაციაზე, მათ შორის ისეთ დოკუმენტაციაზე, რომელიც სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რყევების ნეგატიურ კონტექსტში გამოწვევა შეუძლია და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ესე იგი აი ის თურმე იცით სპეცსამსახურს ახსოვს ძალიან ბევრი ჩავარდნა შეიძლება არსებობდეს უცხო ქვეყნის ჯაშუში, რომელსაც გახქონდეს ინფორმაცია ამაზე AIMS-ის და სხვათა მაგალითები უამრავი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ პირადი მიზნებით იმ არქივის გამოყენებაზე, რომელიც სპეცსამსახურში იკრიბება და რომელიც წმინდათა წმინდაა ყველა თანამშრომლისთვის. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. თუ აქედან ჩვენ არ გამოვალთ და მე აღარ მრჩება, შეიძლება ეჭვიც მეპარებოდეს, რომ უკვე ძალიან გვიანია, არასდროს ქვეყანას არ ეყოლება სპეცსამსახური იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს. ბატონ დავით, აი თქვენ მინდა კიდევ უფრო ასე ვთქვათ დავაზუსტო. ანუ თქვენ საუბრობდით 2015 წელს იმაზე, რაზეც ახლა საუბრობს პროკურატურა, რომ სუსის მაღალჩინოსნის მიერ ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავმოყრილი ქვეყნის უსაფრთხოების შემცველი ინფორმაციის გატანა და კონტროლის მექანიზმი არ მოქმედებდა მასზე, თუ ეს ინფორმაცია გაქონდა, რა ინტერესი ქონდა, მარტო მოქმედებდა თუ არა, სად ხდებოდა ამ ინფორმაციის გატანა, ვისთვის ხდებოდა ამ ინფორმაციის გადაცემა. აი ამ შეკითხვებზე შეგიძლიათ გამთეთ პასუხი? აუცილებლად. პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ჩემთან ერთად სტუდიაში მყოფ ადამიანს, მე ვიცი რომ ის აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და უბრალოდ აუცილებლად ერთ საკითხს, რომელსაც ის შეეხო, მე ცოტა გავაღრმავებ. მე მინდა დაუსვა შეკითხვა მას, ვინც საკადრო ორგანიზებას ახორციელებს სახელმწიფოში სპეცსამსახურებში. ყველაზე მთავარს არსებიც გეტყვით იმ პერიოდისას რა. ეს არის უმძიმესი პერიოდი სპეცსამსახურებისათვის. ეს არის პროფესიონალ ათეულობით და შეიძლება ასეულობით თანამშრომელთა, პროფესიონალ თანამშრომელთა სისტემიდან დევნის პერიოდი. ეს აუცილებლად განხილვადი თემა უნდა იყოს, იმიტომ რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, მე მგონი დამეთანხმება ბატონი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, რომ ჩამოშალოს სისტემა და ჩამოშალოს სტრუქტურა. პროფესიონალიზმის გადინება სტრუქტურიდან ეს არის ზუსტად ის შედეგები, რასაც ჩვენ სახეზე ვიმკით და ერთი შეკითხვა. უბრალოდ მაინტერესებს. შესაძლებელია რომ პირველი პირი იყო ეს არაპროფესიონალი, იმიტომ რომ ის არის პოლიტიკური ფიგურა პირობითად. როგორ შეიძლება რომ ესეთ სიმაღლეებზე ინიშნებოდნენ ამ დონის არაპროფესიონალები და არასახელმწიფო, არა მარტო გოგაშვილს, დღეს არ არის უბრალოდ იმის დრო, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრზე ვისაუბროთ და ამის დრო თუ მოგეცემა, მე შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, როგორ შეიძლება რომ ამ დონის თანამდებობის პირი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, როგორ შეიძლება რომ ამ ყველა იერარქიაზე ასულიყო. როგორც ბატონმა აღნიშნა, ზუსტად იგივეს გავიმეორებ, რომ მას ჰქონდა არა მარტო ფიზიკურ დოკუმენტალურ მასალასთან, რაც ფურცელზე იყო დატანილი, არამედ მას ჰქონდა ოპერატიული ტექნიკურ საშუალებებით მოპოვებულ მასალასთან საქმე და ეჭვიც არ მეპარება, ზოგადად ყოველ შემთხვევაში ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრი ის ინფორმაციები, რომელიც გაედინებოდა ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით, მაღალი ალბათობით უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წამოსულ მასალებს. ეს არის იმ ციკლის გაგრძელება, რომელიც საქართველოს თავს მოახვია 2003 წელს მოსულმა ხელისუფლებამ. რაც დაინერგა, არაფერი არ შეიცვალა, უფრო მეტი უყურებთ, რომ როგორ ქაოსში ჩავარდით. ქვეყნის გარეთსაც, მათ შორის მკვლად განწყობილ სახელმწიფოში. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს სპეცსამსახურებზე, როდესაც ვსაუბრობთ, შეიძლება ქვეყანას მიცე ესეთ სტატუსი, სპეცსამსახური მეგობარი არ არსებობს. ამიტომ ყველა სპეცსამსახურს აინტერესებს ინფორმაცია და ნაკადი, რომელიც შეიცავს გარკვეულ მაკომპრომიტებელ მასალებს ჩემზე, თქვენზე და ნებისმიერ ადამიანს. აქედან გამომდინარე ეს მათთვის საინტერესო. რაც შეეხება ახლა თქვენ შეკითხვას მე უბრუნდები.
მე ვსაუბრობ უფრო მძიმე ხასიათის დანაშაულის ნიშნებზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ყველაფერი იმას, რაზედაც დღეს ედავებიან ბატონ გოგაშვილს. ამ შემთხვევაში მეც კოლეგის მსგავსად თავ შევიკავებ ყოველგვარი ზიზღისაგან, ყოველგვარი სხვაგვარი დამოკიდებულებისაგან. მე მესმის, მაგრამ აი ხა ჩემთვის ფიქრობ, ხო, რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, ვიდრე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გატანა და შენი გამოყენება პირადი ინტერესებისთვის. ამაზე მძიმე რა უნდა იყოს? ისევ დავესესხები ჩემს კოლეგას, რომელსაც მე პატივს ვცემ. ნახეთ, მან ძალიან ტექნიკურად, ძალიან კარგად ეს ყველაფერი ახსნა. მე ნამდვილად თანაუგრძნობ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც კეთილსინდისიერებით მუშაობს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მაგრამ რა უნდა იყოს, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, დღეს არის უმძიმესი მდგომარეობა, რომ სახელმწიფო არის კომპრომეტირებული. აქ ინფორმაციის გატანა არის ერთი მომენტი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო არის კომპრომეტირებული და კომპრომეტირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კომპრომატების მოპოვება ხდებოდა ყველასთან დაკავშირებით, ასე ყველაზე? სპეცსამსახურის მოვალეობა მოიპოვოს ოპერატიული მონაცემები, როგორც სადაზვერო, ისე კონცადაზვერო უწყების. შემდეგ გაანალიზოს ეს ინფორმაციები, გამოკვეთოს საფრთხეები და ხელისუფლებას მიაწოდოს ინფორმაციები და ერთობლივად მიღებული იქნას გადაწყვეტილება, ესე იგი კონკრეტული ღონისძიებები უცხო სახელმწიფოებიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ამ შემთხვევაში ხო არა გვაქვს ჩვენ საქმე სხვა პროცესთან, რომელიც შეიძლება ესე დავახასიათოთ. არსებობს რეალურად ინფორმაციები, იმიტომ რომ მე ამ მიმართულებითაც შემიძლია რომ გენერალურ პროკურატურასთან ვითანამშრომლო როგორც მეგობარი, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის მეგობარი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად მაქვს ამის სურვილი რომ ვითანამშრომლო, რომ რეალურად მე ესე ვფიქრობ. მე მიმუშავია ძალიან ბევრ თანამშრომელთან, როგორც ახალგაზრდასთან, ისე ჩემზე უფროსთან, ჩემ თანატოლთან და მინდა გითხრათ, რომ მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ მათ პროფესიონალებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩემს მსგავსად იპოვებდნენ უამრავ სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალი ალბათობით ბატონი გოგაშვილი და მის იერარქიაზე მყოფი ან მასზე დაბალი იერარქიაზე მყოფი თანამდებობის პირები ეგრეთ წოდებულ GP-ს ინფორმაციებად იყენებდნენ ამას ყველაფერს და მათ არ ჰქონდათ რეალურად გადამუშავების და სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოყენების საშუალება. GP-ს ინფორმაცია? GP-ს ინფორმაცია არის ის, რაც დღეს ხდება, რომ მე დღეს გამომაქვს ინფორმაცია და ვაჭრობ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, ვაშანტაჟებ ხელისუფლებას და ალბათ ვაშანტაჟებ სხვასაც, ან ფინანსურ წრეებს, ან სხვას. მიხვდით? ამიტომ რეალურად ამაზე უნდა შევთანხმდეთ რა, როდესაც თქვენ გაინტერესებთ საზოგადოებას აინტერესებს, მე ვიძახი სისტემურ დანაშაულზე და სისტემური დანაშაული უფრო მაღალი კატეგორიისა, ვიდრე ის, რომ დღეს ბატონი გოგაშვილი არის დაკავებული რაღაც კონკრეტული ფაქტისათვის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი სამსახური ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ სადაზვერო სამსახური უნდა მუშაობდეს პრევენციაზე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 2015 წელს რო პრევენციული ღონისძიება სულ მცირეს ვიძახით დისციპლინური დევნა რო დაწყებულიყო, ამ ადამიანებს და ადამიანთა წრეს არ ექნებოდა უბრალოდ თავის თანამდებობაზე გაჩერების შესაძლებლობა. ნახეთ, 7 წლის წინ ავიცილებდით დღევანდელ შედეგს, როდესაც სახელმწიფო არის კომპრომეტირებული, როდესაც სამსახური არის კომპრომეტირებული და ყველაფერი კეთდება, რომ დემორალიზებული იყოს ეს სამსახური და შედეგებზე უკვე აღარ ვსაუბრობ, კიდე ხვალდაზეგ რა იქნება და არ ვიცით რა არის გასული რა ინფორმაციები და ერთი რამ მაინტერესებს. მე როდესაც ეხლა დღეს ესე თამამად რაღაცეებზე ვსაუბრობ, მე ამაზე საუბარი დავიწყე მაშინ, როდესაც დანაშაულის ნიშნები დავინახე. თუ გოგაშვილი დანაშაულის ნიშნებს უყურებდა წლების განმავლობაში, რატო დაიწყო 2022-ში ამაზე ვაჭრობა, ან 2021-ში? რატომ? ეს უკვე თქვენ უნდა განსაზღვროთ. ეს არის წმინდა არაპროფესიონალიზმი, ეს არის წმინდა არასახელმწიფოებრივი აზროვნება. მას ისეთი თანამდებობა ჰქონდა, რომ მას შეეძლო ნებისმიერ ინფორმაციაზე რეაგირება. ესე იგი გამოდის, რომ ეს ინფორმაციები არ იყო რიცხული. ჩვენ ალბათ ამ თემაზედაც მივალთ, რომ ეს ინფორმაციები რას მას ჰქონდა და არ ვიცი ახლა რას გააჟღერებს პროკურატურა ამოღებული მასალები. გამოდის, რომ ეს ინფორმაცია რიცხული არ არის. ამიტომ ჩვენი პრობლემა რაშიც მდგომარეობს, რაც დაინერგა ჯერ კიდევ 2003 წლის მერე, არ გამოდივართ ამ პრობლემიდან. ნახეთ, არ არის კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვინც მუშაობს ინფორმაციაზე, არ ხდება დოკუმენტაციაზე ხელმოწერა, არ ხდება დოკუმენტაციის რეგისტრაცია და არ ხდება ოპერატიული ტექნიკური მონაცემების დაცვა. ამიტომ თქვენც როგორც ჟურნალისტი, მეც როგორც
პირობითად ვთქვათ, ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი, თქვენც როგორც ერთ-ერთი პროფესიონალი თქვენი მიმართულებით და ნებისმიერი ადამიანი არის საფრთხის ქვეშ. მე იმის არ მეშინია, რომ მისმენენ ვთქვათ, პირობითად ახორციელებენ, თუ ეს სახელმწიფო ჭირდება, ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ აქ არის მთავარი, რომ ის უნდა იყოს დაცული, რასაც კი ბატონო. უნდა იცავ. ბატონ ანდროსთან მინდა გადავიდე. ერთია რისი გვეშინია, მაგრამ მეორეა ის, რაზეც საუბრობს ახლა ბატონი დავითი, რა ქვია ამ ყველაფერს? ანგრევს თუ არა ეს მთლიანად სახელმწიფოებრიობას? ანუ ძალიან ასე ვთქვათ გულუბრყვილოდ და მიამიტურად მეჩვენება ახლა ჩემს საკადრო ტექსტში გამოთქმული მოსაზრება, რომ გამოდის, რომ ყველაზე დაცული უწყება ქვეყანაში არის ყველაზე დაუცველი, მაგრამ ეს არის ყველაზე მსუბუქი შეფასება, რაც შეიძლება ითქვას იმ პრობლემის შესახებ, რაზეც ბატონი დავითი საუბრობს. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან დაწყებული ზოგჯერ კორუფციით, ზოგჯერ პოლიტიზირებით, ზოგჯერ არაპროფესიონალიზმით განეიტრალებული სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა ვეღარ ახერხებს წინ აღუდგეს რეალურად სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რომლის ძირითადი თავი გახლავთ კრემლში, ბუნებრივია და ძირითადი საფრთხე საქართველოსთვის არის რუსული, გნებავთ რბილი ძალა და გნებავთ მისი სადაზვერვო სამსახურების სხვადასხვა ღონისძიებები. ეს არის სამწუხარო რეალობა. და სამწუხარო რეალობაა კიდევ ის, რომ უსაფრთხოების სისტემა ყველაზე ხშირად სწორედ საფრთხის შემცველ სისტემად გვევლინება ხოლმე და ჩვენ თუ გავიხსენებთ, გნებავთ 2000 წლიდან, გნებავთ ცოტა მანამდე და გნებავთ 2003 წლის მერე საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან სკანდალებს, ყველა საფუძველში იდო სპეცსამსახურის არაპროფესიონალიზმი, კორუმპირებულობა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქის შესაფერისი მანკი და სენი. რა საშუალება არსებობს, ვთქვით ამაზე ვისაუბროთ, ამის საშუალება სურვილის შემთხვევაში არის ძალიან მარტივი გამოსაძებნი. გეტყვით ერთადერთ ძალიან მარტივ მაგალითად, როგორ არის საქართველოში გენერალური ინსპექციები მოწყობილი. გენერალური ინსპექცია არის ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც 300 წელია ამართლებს ამერიკის შეერთებული შტატების ძალოვან სამართალდამცავ თუ არა სამართალდამცავ სისტემაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესანიშნავი მექანიზმია. იქ ის არ ემორჩილება უწყებას, არის კონგრესის და სენატის მიერ კონტროლირებადი ანტიკორუფციული ღონისძიებების უწყება, ჩვენ გადმოვიღეთ ეს ყველაფერი, ოღონდ როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე, დაუშვით მცირე ქართული გამონაკლისი და დაუქვემდებარეთ მინისტრს. შესაბამისად გენერალური ინსპექციები, რომელიც უნდა ახორციელებდეს შიდა კონტროლს, რომელიც და მათ შორის შიდა კონტროლის სპეცსამსახურში სულ სხვაგვარია, რადგან სპეცსამსახურში განსხვავებით ეკონომიკის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა არსებობს კადრების მიღების და დაწინაურების სპეციფიური წესი, სპეციფიური შემოწმება, სადაც ხდება კადრის ყოველ დაწინაურებისას გარკვეული მათ შორის ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ღრმა შესწავლა, რომელზედაც ვერ ვისაუბრებ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ვინც ამას ისმენს, ხვდება რაზეც მაქვს საუბარი. სად იყო მთელი ეს პროცესი? როგორ აღმოჩნდა 2022 წელს ადამიანი დამნაშავე, მაშინ, როდესაც 2015-16-ში მიღებული იყო მისი საქმიანობა, მე კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცი პიროვნების მიმართ რა მსჯავრი დადგება, რა ბრალი დაედება, რამე გამართლდება თუ არ გამართლდება, მაგრამ თვითონ ეს მოქმედებებიდან დამდგარი შედეგი ხო უკვე ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია და იყო მამხილებლის გამოთქმა როგორც ჩანს, ხო? მე არ ვარ საქმის გულში, მაგრამ არ მაქვს საფუძველი რომ არ ვენდო პატივცემულ კოლეგას. ნუ ახლა ამოცემულ მომენტში მაინც ბატონი დავითი ოქროს მოწმეა. ბატონ დავითის საუბარი ოპოზიციის მხრიდანაც რამდენჯერ იყო მითითება ამ ყველაფერზე, ხო? მით უმეტეს თუ იმეს ფაქტებით აქვს დადასტურებული. მაშინ კარგი იყო გოგაშვილი და ახლა ცუდია ეს ასე არ გამოდის. სახელმწიფო ასე არ შენდება. სპეცსამსახურში ოპერატიული თანამშრომლის ესეც მოძველებული ტერმინია, მაგრამ გვაპატიეთ ამგვარი სლენგი დღეს ასე აღარ ქვია მე მგონი, ხო? ოპერატიული თანამშრომლის აღზრდას მან რომ mid levels მიაღწიოს მენეჯმენტისას 20-25 წელი ჭირდება, ეს ასე არ არის. იმიტომ აქ ნებისმიერ წოდებას თავის შესაბამისი რანგი და ნებისმიერ წოდებას თავის შესაბამისი წელთანამსახურება ჭირდება, ხო? ჩვენ ვანგრევთ ამ ქვეყანას ახალგაზრდა ადამიანი, როგორ შეიძლება აი ამ სიბინძურეში წასვლის მომხრე იყოს? რას ვეუბნებით იმ ხალხს, ვინც დღეს ამთავრებს აკადემიას? აი დღეს ვინც აკადემიას ამთავრებს და შეიძლება, იცით, ამ სამუშაო სპეციფიკა გარეთ გამოტანილი არ არის, მაგრამ ფილმები ხო ყველას გვიყვარს.
ჰოუმლენდზი იყო ყველას უყვარს. რას ვეუბნებით ადამიანს, რომელსაც დღეს ვამზადებთ იმისთვის, რომ ტრიზურგში უნდა გადავსვათ და იქ მან სხვა სახელი და გვარით უნდა იმუშაოს და მარტო თავისი უფროსის ადამიანური თვისებები და პროფესიონალიზმია მისი ერთადერთი მიბმა კანონთან. სხვა ყველა საქმიანობა ხო კანონგარეშია, რასაც ის საზღვარგარეთ აწარმოებს. იმ ქვეყნისთვის ხო კანონგარეშია. რას ვეუბნებით სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საქართველოს სასარგებლოდ უნდა იმუშაონ, სადღაც დათმონ მისი ქვეყნის ინტერესები. და ამ ხალხს ჩვენ ახლა მე და ბატონი დავითის საუბარს ვასმენინებთ, რომ თურმე პირველი მოადგილე ყოფილა, ესე იგი, რომელსაც გაქონდა და სახში. ვისი პასუხისმგებლობა? ამას სისტემური ხასიათი ქონდა ბატონი დავითს. ერთი წუთი და მე აღარ ჩაგერ. ხო ყველამ ვიცით, რომ სოსო გოგაშვილი მიუხედავად მის მიმართ პატივისცემისა, რადგან იმიტომ რომ პატიმრის მიმართ განკიქება, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არ არის ადამიანური საქციელი, ხო? მიუხედავად მის მიმართ პატივისცემისა, ხო ყველამ ვიცით, რომ სოსო გოგაშვილი სპეცსამსახურს არ წარმოუშვია. ის იქ პარტიის მიერ მიყვანილი კადრი იყო. სოსო გოგაშვილს არანაირი ბექგრაუნდი არ აქვს სპეცსამსახურში. ეხლა ვისაც წოდებების რაიმე გაეგება, ვიცე-პოლკოვნიკი, მინისტრის პირველი მოადგილე, მე არ მინახავს ვინმე ყოფილიყო საერთოდ. მე არ ვამცირებ ვიცე-პოლკოვნიკობას, მე ვიცი როგორ არის წოდებები უბრალოდ იერარქიულად დამოკიდებული. ის ხო იქ არ იყო სპეცსამსახურის წარმოშობილი კადრი. როგორ მოხდა ეს ყველაფერი და სად დაიწყო მუშაობა? შემთხვევით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ხო არ იყო? რომელ წლებში იყო გენერალური ინსპექციის უფროსი? იმ გენერალური ინსპექციის უფროსი ხომ არ იყო, რომელიც წესდებით გენერალური ინსპექცია პარტიული დანაყოფი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს პირველ რიგში თანამშრომლის უფლებათა დამცველი. მე ამას მოყოლილს არ ვამბობ. ბედის ირონიაა, მაგრამ ეს ადამიანი დღეს მამხილებელი მასალების გასაჯაროებით სწორედ მოქმედ ხელისუფლებას ემუქრება. რა შეიძლება კონდეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სოსო გოგაშვილს? რა ტიპის ინფორმაცია მას შეიძლება კონდეს? შეიძლება იყოს ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ, შეიძლება იყოს სატელეფონო საუბრები, სადაც მაღალჩინოსნები საუბრობენ არჩევნების გაყალბების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მეთოდებზე. რა შეიძლება ეს იყოს? პირველ რიგში ბატონ ანდროს მცირედით მე გავიგე რაც თქვა და ერთი რაღაც მინდა უცილებლად თქვა. მივმართავ ყველა ჩემს უმცროს ან უფროს კოლეგას, რომლებიც დაკავებული ძალებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყოველთვის ამას ვეუბნებოდი ახალგაზრდა თაობასაც და ყველას, ვისაც ჩემთან უმუშავია. მინდა ერთი რამ გთხოვოთ რა. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ისე, რომ თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია თქვენი ხელმოწერისა და რეგისტრაციის გარეშე სადმე ან დააგდოთ, ან ვინმეს ჩააბაროთ. მე ალბათ დღეს მაღალ თანამდებობაზე ვიქნებოდი, რომ დავთანხმებოდი ყალბი დოკუმენტების, ყალბი აქტების შედგენას, რომ თითქოს რაღაც არსებობდა, მაგრამ ეხლა შეიძლებოდა ამის განადგურება. ამიტომ ერთი თხოვნა, თუ ჩვენ გვინდა რომ სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, უნდა გამოიჩინოთ პრინციპულობა. ყველაფერი ის რაც გჭირს იმიტომ, რომ არა მარტო მაღალჩინოსნები, არამედ დაბალი იერარქიაზედაც ყველანაირი დაწინაურება ხდება მონური მორჩილებით, რომელიც ვერანაირად ვერ ჯდება სპეცსამსახურის თანამშრომლის პროფესიონალიზმში. ბრძოლის გარეშე და საომარი მოქმედებების გარეშე, გონებრივ ომზე მაქვს საუბარი, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ წარმატება მივაღწიოთ. ყველა იტყუება, ვინც იმას ამბობს, რომ ეკონომიკა გამოსწორდება, სოფლის მეურნეობა გამოსწორდება, არავითარ შემთხვევაში ბატონებო, სანამ ქვეყანას არ ეყოლება უძლიერესი სადაზვერო და კონცადაზვერო უწყება, ამ ქვეყანას განვითარება არ უწევია და თქვენ ბატონებო, ვისაც გაქვთ ძალიან დიდი ფული და ვერ გაგიგიათ რასად უნდა წაიღოთ, გაიარეთ ისრაელის მაგალითი. კეთილი ინებეთ და ყველაზე დიდი ფული ჩადევით დაზვერვასა და კონდაზვერვაში. მაშინ მიიღებთ ძლიერ ქვეყანას. ბატონ დავით, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება კონდეს? რაც არ უნდა ინფორმაცია კონდეს ბატონ გოგაშვილს. რა შეიძლება? არ ვიცი, გოგაშვილს შეიძლება კონდეს აბსოლუტურად ყველაფერი. მათ შორის შეიძლება კონდეს რაღაც მონტაჟის შედეგად მიღებული რაღაც გარკვეული ინფორმაცია. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება არსებობდეს. მაგრამ საქმე ის არის დღეს რატო მოდის ეს მასალები და რას აკეთებდა ამ რანგის თანამდებობის პირი მაშინ, როდესაც მისი უპირველესი მოვალეობა იყო, რომ რეაგირება გაიკეთებინა ამ საქმეზე. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველას უსმენენ, არის თუ არა გადაჭარბებული. იმიტომ რომ თქვენ საუბრობდით ინფორმაციის არა აღურიცხავ მოპოვებას. ჩემზე მაგარი სპეციალისტი გიზით ეხა წინ, რა თქვენ, ამ კუთხით შეგეძლიათ რომ მას მიმართოთ. ყველას უსმენენ, ესე ჩემოგდებული ტერმინია, რომ რეალურად მოახდინოს საზოგადოების დემორალიზაცია. რა დონის ტექნიკური საშუალება უნდა გააჩნდეს კოსმოსური დაზვერვის ამ მქონე ქვეყანას,
რომ მოусმინონ ყველას. ეს ერთი პრობლემა და მეორე მთავარ პრობლემას გეტყვით, რატო არის შემოგდებული თემა. რომელიმე ჩვენდაგანს გვიფიქრია, ჩვენი ტელეფონით ვინც არიან მფლობელები, რომელი სახელმწიფოები არიან ამის მფლობელები და მათ აქვთ კი შესაძლებლობა, რომ ყველაზე თავისუფლად ყოველგვარი სანქციის, ყოველგვარი პროკურატურის, ყოველგვარი სასამართლოს, ყოველგვარი ოპერატიული თანამშრომლის გარეშე, რომ მათ სახელმწიფოებში მიედინებოდეს ეს ინფორმაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპეცსამსახურებშიც კი არ უფრთხილდებიან თავიანთ თავს და ბევრ ოპერატიულ ინფორმაციას და ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ტელეფონითაც კი საუბრობდნენ. მე პირადად ძალიან ბევრჯერ მოხდი ზუსტად იმ პერიოდში კატასტროფული სიტუაცია იყო 2013-2016 წლებში, როდესაც პირდაპირ მთხოვდნენ პირდაპირ ტელეფონიდან გადამეცა ეს ინფორმაცია. მაგრამ იყო წინააღმდეგობა, ყველა ამას ვერ აკეთებდა. ეხლა გაიგეთ თქვენ გოგაშვილმა რომელი ინფორმაცია უნდა დადოს, ის რომელსაც თანამშრომელი მოცილებით 300-400 კილომეტრით თბილისიდან კონკრეტულ დავალებაზე გასული იმას აწოდებდა, იმას აჟღერებს თუ სხვას და რას აჟღერებს. რეალურად ფაქტის სახეზე გვაქვს რა. რეალურად არსებობს ღმერთო მაპატი, ეხლა რაც უნდა ვთქვა, მაგრამ გარკვეულწილად ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობისათვის მახასიათებელი საქმიანობა. ტერორისტულ ორგანიზაციებს ახასიათებთ ფაქტების არადოკუმენტირება. იქ სადაც ფაქტის დოკუმენტი, მე რო დოკუმენტს ვქონიდი აბსოლუტურად ყველა დოკუმენტზე, ვაკეთებდი ხელმოწერას და იძულებულს ვხდიდი კანცელარიაში ყველა დოკუმენტი გაეტარებინა. ეს არის ჩვეულებრივი იარაღი ადამიანებისა თუ სახელმწიფოებრივი წყობილების რა წინააღმდეგ? თქმა უნდა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სულ პატარა ხნის წინ რო რაღაც ინფორმაციები გაჟღერდა. იქ რომელი ოპერატიული თანამშრომლის გვარიც იყო, სადაც სავარაუდოდ ხელმოწერები არ იყო. აი რა დღეში უნდა იყვნენ ის თანამშრომლები? დემორალიზებულია. ეხლა რაც არ უნდა ჩვენ დღეს ვალამაზოთ სიტუაცია, ხო, დემორალიზებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კარდინალური ცვლილებების გარეშე და მე მჯერა ყოველ შემთხვევაში დღეს ვიც აყავს სათავეში ამ წუთში ხელმძღვანელი, მჯერა მას აქვს გარკვეული კარგი და ხისტი მიდგომები, მაგრამ წმენდა არის აუცილებლად დასაწყები. ამას ვიძახი წლებია, თუ ეხაც ამან ყველაფერმა ესე გადაიარა, მე გაძლევთ მაგის გარანტიას, რომ ქვეყანა ძალიან მალე შეეგებება მტერს ძალიან განსხვავებული დროშებით. თეთრი დროშებით. და განმეორდება 100 წლის წინანდელი ისტორია. თეთრი დროშებით? თეთრი დროშებით. განმეორდება 1921 წლის ისტორია, როდესაც საქართველო იყო ანექსირებული. და პოლიტიკურმა პარტიებმა და იმ დროინდელმა ხელისუფლებამ მიიყვანა ის სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე რა. სახელმწიფოს ხელისუფლება და ჟორდანია პირდაპირ იყო გარეგებული საბჭოთა რუსეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებდა. მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანდრო გოცირიძე, დავით კუხალაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან მძიმე შეფასებები მოვისმინეთ გადაცემის ამ ნაწილში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დემორალიზებულია. აუცილებელია რომ მოხდეს კადრების საკადრო წმენდა. მოვისმინეთ შეფასებები იმის შესახებ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა საიდუმლო ინფორმაციის აღურიცხავად მოპოვება და წლების განმავლობაში დაშვებულმა ძალიან მძიმე შეცდომებმა ან დანაშაულმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რაც გვაქვს. საინტერესოა ასევე ჩვენი რესპონდენტის სურვილი, რომელიც მზად არის ამ თემასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს პროკურატურასთან. და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი საპარლამენტო